პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომელიმე ერთ კინკილას საკითხში დაეთანხმო ევროპის ტროას ცხენად, ევროპაში ტროას ცხენად მიჩნეულ ვიქტორ ორბანს, უნგრეთის ლიდერს, რომელსაც სხვათა შორის მომავალ წელს 26-ში საკმაოდ რთული არჩევნები ელის და გარკვეულზე მაღალი ალბათობით ის მომავალი წლის მეორე ნახევრიდან სულაც აღარ იქნება ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის ლიდერი. ტროას ცხენია მეთქი აქ იგითხარით, ვინ შეიძლება მას ორბანს გაეჯიბროს ტროას ცხენობაში უშუალოდ ევროპის კონტინენტში ხელისუფალთა შორის, ვინდა შეიძლება მხოლოდ სლოვაკეთის ლიდერი ფიცო, სხვა არც არავინ, თუმცა ალბათ ფიცოც კი არ არის ევროპის იდეის ისეთი მოღალატე, როგორიც არის ვიქტორ ორბანი, რომელსაც ძლიერ შეჰყვარებია ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლება და ამ ხელისუფლებასაც აქვს ერთგვარი ვნება თუ ტოლვა. სწორედ ვიქტორ ორბანის უნგრეთის ან ვიქტორ ორბანის უშუალოდ მიმართ ტოლვა და ვნება ცხადია არა პირდაპირი მნიშვნელობით უნგრეთი ვიქტორ ორბანის თავკაცობით ის ქვეყანაა, რომელიც ამ ხელისუფლებას და ამ ხელისუფლების საქართველოს ფრიად აქებს და აქედან გამომდინარე, როცა სხვა პარტნიორი არ გეგულება შენ ევროპის კონტინენტზე და საერთოდ ცივილიზებულ სამყაროში, ცხადია ებღაუჭები, სწორედაც რომ ამ ერთადერთ იმ პირს, რომელიც ამავდროულად თუ იმავდროულად, იცით თქვენ რომ არის რუსეთის ერთგვარი მოკავშირე, ერთგვარი პარტნიორი, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ და რასაც ამბობენ და როგორც ამბობენ და როგორც აფასებენ, ამაში გადაჭარბებულობა ნაკლებია, არაფერს ამეტებენ მეთქი. ასე ვიტყვი, თუმცა დავუბრუნდები იმას, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია დაეთანხმო ორბანს რომელიმე ერთ საკითხში, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებშიც ორბანის მოსაზრებასაც კი გაიზიარებ, ხო და აი ამ ლიდერმა უნგრეთისა, რომელიც კვლავ მიმეორებ გარკვეულზე მაღალი ალბათობით აღარ იქნება მომავალი წლის რომელიღაც ეტაპიდან უნგრეთის ლიდერი, რამდენიმე დღის წინ კი არა გუშინ იყო თუ გუშინ წინ თქვა ამგვარი რამ. ევროპის თავზე შავი ღრუბლები გროვდება. ბრიუსელი რუსეთთან ომისთვის ემზადება და მას, ანუ ბრიუსელს უკვე აქვს განსაზღვრული ომის დაწყების საბოლოო თარიღი და გაგიკვირდებათ და მე ამ საკითხში ორბანს ვეთანხმები ოღონდ ორბანი როცა ამას ამბობს, თითქოს ერთის მხრივ წუხს და ჩვენ ცხადია ყველანი უნდა შევწუხდეთ, თუ ეს მართლაც ასეა და ეს გარდაუვალი შეჯახება მოხდება ევროკავშირსა და რუსეთს შორის, ამასთან დაკავშირებით ჩვენი წუხილები რასაკვირველია უნდა გამოვთქვათ, მაგრამ ორბანი ამას ამბობს, ქართულად როგორ არის არ ვიცი, ან ვეცდები რომ აღვიდგინო თუ გავიხსენო, ეს სიტყვა მანამდე კი რუსულად გეტყვით, ერთგვარად პარაჟენეცის, ანუ დამარცხებისთვის განწირული ქვეყნის ლიდერის თუ სივრცის ერთ-ერთი ლიდერის პოზიციიდან, რაც ცუდია, რომ ომი მოხდება, შესაძლოდ მოხდება რუსეთის ფედერაციასთან, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაცია არის ფრიად ძლიერი და ჩვენ ევროპელები თუნდაც ერთად მყოფნი მას ვერ გავუმკლავდებით და შესაბამისად როგორმე უნდა ავირიდოთ თავი. უკლებრივ ყველა სხვა ლიდერი პრაქტიკულად, ალბათ ფიცოს გარდა, დღევანდელ ევროპაში სულაც არ ფიქრობს ასე. შესაძლოა ისინიც ასე აფასებენ, ასე უყურებენ, ასე ჭრეტენ მომავალს, შესაძლოა ისინიც ვარაუდობენ, რომ 2030-ისთვის თუ 2032-ისთვის პირობითად ომი რუსეთთან, რომელიც გავეშებულია, გარდაუვალია, მაგრამ ამიტომაც, სწორედ ამიტომ ისინი ემზადებიან ამ ომისთვის, ორბანიც ამას ადასტურებს, ოღონდ არა მხოლოდ ომისთვის, არა მხოლოდ თავდაცვისთვის, არამედ იმისთვის, რომ ეს გავეშებული და გაავებული სახელმწიფო რუსეთი და მისი გავეშებული და გაავებული ლიდერი პუტინი იქნება და სადმე მომავალში მაინც შეაჩერონ, იმიტომ რომ უკრაინაში გავეშებული და გაავებული სახელმწიფო, ეს იმპერიული სახელმწიფო ამასობაში არ ჩერდება და არ ჩერდება რა გინდა რა სხვადასხვა მიზეზის გამო. განვაგრძოთ ორბანის მოსაზრების ციტირება. 2030 წელიო ბრიუსელის მიერ დაწყებული შეიარაღების პროგრამის გამოცხადებული მიზანია, რომ კავშირი ომისათვის მზად იყოს 2030 წლისათვის. დიახ, ერთი შეხედვით, ორი თუ ხუთი შეხედვით სწორს ამბობს, სწორ მოსაზრებას გვთავაზობს
უნგრეთის დღევანდელი ლიდერი, რომელიც მაღალი ალბათობით აღარ იქნება უნგრეთის ლიდერი 2026 წლის გარკვეული პერიოდიდან, თუმცა კვლავ ვიმეორებ, რომ ერთგვარად სინანული იგრძნობა მის სიტყვებში, საერთოდაც ჩვენ სინამდვილეშიც საქართველოშიც არიან პირები კობახიძეც ხანდახან იტყვის სიმართლეს ან რომელიმე მედია პროპაგანდისტური საშუალებაც იტყვიან სიმართლესგან წასწნებად სიმართლე განა არა, მაგრამ ისეთი პოზიციიდან გვთავაზობენ, ისეთი სასტარტო პოზიციიდან გვთავაზობენ ამ ეგრეთ წოდებულ თუ ნამდვილ სიმართლეს, რომ ხვდებით ისინი არ არიან მოწადინებულნი, რომ მათი ქვეყანა კობახიძის ამ შემთხვევაში იყოს გამარჯვებული. ჩვენ ომს უნდა გადაურჩეთ, როგორღაც ამბობს ირაკლი კობახიძე, იმას კი არ ამატებს, რომ ომი თუ გარდაუვალია, რასაკვირველია, მან უნდა მოახერხა როგორც პრემიერ-მინისტრმა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, უნდა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ იმ შესაძლო თუ გარდაუვალ ომში საქართველო არ დამარცხდეს და ამას აღარ აკეთებენ. აი, ამბობენ, რომ ომს ავიცილებთ თავიდან, ომი უნდა ავიცილოთ თავიდან და დანარჩენს ყველაფერს დედაც სტირებია. ორბანის პრინციპში, ასე უნდა ვთქვა, ევროპელი კობახიძეა, თუმცა ევროპელობისა ვიქტორ ორბანს იმ გაგებით ევროპელობისა, რომელსაც ჩვენ შევეჩვიეთ, ან როგორც გვინდა რომ იყოს ევროპელი, პირველ რიგში ის უნდა იყოს რასაკვირველია დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, რასაკვირველია ის უნდა იყოს თავისუფლების იდეის მატარებელი და რასაკვირველია ლიბერალური ღირებულების, მაგრამ ამავდროულად უნდა იყოს შემართული, მოებრძოლი, ამავდროულად ის უნდა იყოს გამგრძელებელი იმ არაჩვეულებრივი და მასშტაბური ლიდერების, ახლა უნგრეთში შეიძლება ამგვარი ლიდერების გახსნება, მაგრამ სხვა ქვეყნების ლიდერები უფრო კარგი მაგალითი იქნება, რომლებიც არ ეპუებოდნენ, არ უნდა იყოს ევროპელია ჩემბერლენის და ევროპელია ჩერჩილის. ევროპა რასაკვირველია ნამდვილი ჩვენ რომ მოგწონს, არის არა ჩემბერლენის ევროპა, რომელმაც რომლის პოზიციამაც პრაქტიკულად განაპირობა ჰიტლერის ნაცისტური გერმანიის ისე გაძლიერება და საოკუპაციო სივრცეების გაზრდა 38-39 წლებისთვის და მეორე მსოფლიო ომი და ჩვენ რასაკვირველია ვეტრფით თუ მოგწონს არა ჩემბერლენის, არამედ ჩერჩილის ევროპას, ამ შემთხვევაში ცხადია ვსაუბრობ ევროპის არაკონტინენტურ ნაწილზე, მაგრამ მის განუყოფელ ნაწილზე, დიდ ბრიტანეთზე, აი ცუდი ჩემბერლენის, ცუდი მემკვიდრეობის მატარებელი თუ ხაზის გამაგრძელებელია ორბანი და არა მხოლოდ ორბანი. 2030 წელი ასევე არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის სამიზნე თარიღიო, ამბობს ორბანი და ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულება ადგენს, რომ მისი ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეერაღებული თავდასხმის შემთხვევაში სხვა წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ამ სახელმწიფოს გაუწიონ მათ ხელთ არსებული ყველა დახმარება, შესაბამისად ომის მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ევროკავშირში მიღება გამოიწვევს ომში დაუყოვნებლივ ჩართვას, ეს ყველაფერი ნიშნავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ორბანი რატომღაც ორბანს აქვს ერთგვარი წაცდენა ან თვითავადვე გამოთქვამს იმ ვარაუდს, რომელსაც არ ნაკლებად გამოთქვამენ მის პარტნიორ რუსეთის ფედერაციაში. 2030 თუ არის ევროკავშირში გაწევრიანების საფუძველი კი არა თარიღი უკრაინისა, შესაბამისად და თუ ვინმე უნდა ჩაერთოს ომში 2030 წლისათვის, შესაბამისად ის ვარაუდობს, რომ 2030 წლამდე გაგრძელდება ომი უკრაინაში. ესეც არ არის სიმართლე გითხრათ თქუას მოკლებული ამბავი, თლად გულახდილები თუ ვიქნებით, თუმცა მეორე მხრივ ორბანი და მისი ერთგვარი პატრონები რუსეთში რასაკვირველია იმას ვარაუდობენ, რომ უკრაინა გაცილებით მალე დამარცხდება, ამასთან დამარცხდება არა მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებშიც შეჭრილია ახლა რუსეთი, არამედ რუსეთი უფრო მეტ სივრცეებსაც, მეტ ტერიტორიებსაც დაიპყრობს და ორბანი ასე მაგალითად 2 კვირის წინ თუ 3 კვირის წინ სწორედ ამაზე საუბრობდა. თუ 2026 წელს არასწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, 2030 წლის შემდეგ, ანუ საკუთარ არჩევნებს გულისხმობს, მის გამოსწორებაზე ფიქრი უკვე გვიანი იქნება, ვისაც მშვიდობა სურს, შემოგვიერთდით, ამბობს ვიქტორ ორბანი. ახლა ვისაუბროთ თემაზე უკრაინა მართლაც დამარცხდება თუ არა და არა, თუ გნებავთ სხვანაირად შევხედოთ ამ საკითხს და ვთქვათ ასე, გარდაუვალია თუ არა ომი
ომი რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს ან ცივილიზებული სამყაროს ნაწილს შორის თუ რუსეთმა ასე გააგრძელა და თუ მას არ შეაჩერებენ, მას ვერ არ შეაჩერებს დასავლეთი ზოგადად, ამ შემთხვევაში როგორც ჩანს ეს ომი მართლაც კარს იქნება მომდგარი, კარს მოგვადგება და უკლებლივ ყველა არ ვიცი, მაგრამ ბევრი სახელმწიფო მართლაც ირიბად თუნდაც ჩაერთვება ნეიტრალიტეტის დააჭერა ყოველ შემთხვევაში გაუჭირდება ბევრ სახელმწიფოს, მათ შორის ჩემი აზრით საქართველოსაც დამოუკიდებლად იმისა, ვინ იქნება მის მმართველობაში ომი არ გვინდაო. ბიზინა ივანიშვილს სათქმელი თუ დარჩა ის ხელისუფლებაში, რასაკვირველია და იმედი მაქვს რომ არ დარჩება 28-30 წლისათვის ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებას ეს სათქმელი აღარ ექნება, ომი ისედაც იქნება კარს მომდგარი, მეთქი ამას ვამბობ და მას მოუწევს უფრო კვეთრი პოზიციების დაჭერა იმასთან დაკავშირებით ვისკენ არის. ცხადზე ცხადია რომ 30 წლისათვის თუ ომი გარდაუვალია ბიზინა საბოლოოდ გადასკუპდება რუსეთის ნავში და რუსეთის მხარეს დაიჭერს, მაგრამ იდეაში უნდა დაიჭირო გამარჯვებული ვინც იქნება იმ სივრცის ან იმ ქვეყნების მხარე და ასე თქმა ღიად და პირდაპირ რომ ევროპა აპრიორი მარცხდება თუნდაც მოფერიანებულ თუნდაც უკრაინის გარკვეულ ტერიტორია დამპყრობელ რუსეთთან ეს რასაკვირველია ასე არ შეიძლება ევროპა არ მარცხდება არც ერთ შემთხვევაში თუ მის ზურგს უკან იქნება შეერთებული შტატები თუ 30 წელზე ვლაპარაკობ, სხვა შორის ეს ძალიან საინტერესო თარიღია ამ თვალსაზრისით. ევროპა არც ერთ შემთხვევაში არ მარცხდება თუ მის ზურგს უკან იქნება ჩართული ამ პროცესში შეერთებული შტატები თუნდაც მომარაგების, იარაღის მიწოდების და მხარდაჭერის ზოგადად კუთხით და ევროპა რომც არ იყოს შეერთებული შტატები მის ზურგს უკან ევროპა მაინც მოფერიანებული და მოძლიერებული ამ 4 წელიწადში საკმაოდ მომზადებული და მომძლავრებული ევროპა აპრიორი მარცხდება რუსეთთან, ვერავინ იყოს თუნდაც ჩინეთის მიერ მხარდაჭერილ რუსეთთან, ასე იოლად ხელწამოსაკრავი ევროპა ვერ იქნება თუნდაც შეერთებული შტატები არ იყოს მის გვერდით. ხა წარმოიდგინეთ ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე უმძლავრეს სახელმწიფოზე, ბირთვულ სახელმწიფოზე საფრანგეთზე, ბირთვულ სახელმწიფოზე ბრიტანეთზე, ორი ბირთვული სახელმწიფოა უმძლავრეს სახელმწიფოზე გერმანიაზე, რომელიც ბირთვული სახელმწიფო კი არ არის, მაგრამ მაინც ჩვენ ვსაუბრობთ პოლონეთზე, ჩვენ ვსაუბრობთ იტალიაზეც, ჩვენ ვსაუბრობთ სხვა შედარებით პატარა ქვეყნებზე, რომლებიც ახლა თითქოს ასპარეზზე არ არიან ასე აქტიურად არჩევად და რასაკვირველია ასევე ვსაუბრობთ ევროპაში მყოფ ან ევროპის ზღურბთან მყოფ უკრაინაზე, რომელსაც მინიმუმ 600, შესაძლოა 800, შესაძლოა მილიონიანი გამოწვრთნილი ჯარისკაცი ხავს. აი ამ 2 მილიონიან თუ 3 მილიონიან ჯარისკაცთა კონტინგენტ რაოდენობას რუსეთი რაც არ უნდა მოემზადოს, ჩემი მოსაზრებით, რუსეთს არანაირი შანსი არ აქვს. თუმცა შესაძლოა მე ვცდები და სულ სხვაგვარადაც ხედავენ ამას ამ ყველაფერს ომის ექსპერტები და მით უფრო არა აქვს შანსი თუ მხარდაჭერილი იქნება ევროპის კონტინენტზე ომის ექსპორტის შემთხვევაში შეერთებული შტატების ანუ ოკეან გაღმიდან. ოკეან გაღმიდან იქნება თუ არა მხარდაჭერილი, ეს ცხადია არ ვიცით. ტრამპის დოქტრინაზე, შეერთებული შტატების უსაფრთხოების დოქტრინაზე ახლა მე არაფერს ვისაუბრებ, არაფერს ვიტყვი. იცით თქვენ რომ ქართულ საზოგადოებაში ვრცელდება აბსოლუტურად დიამეტრალურად განსხვავებული ანალიზი ამასთან დაკავშირებით, ერთნი ერთს ამბობენ, მეორენი მეორეს ამბობენ. მე არ მგონია რომ ეს დოქტრინა არის ჩვენთვის ან ცივილიზებული სამყაროსთვის გულახდილად გეტყვით კატასტროფის მომასწავებელი ან კატასტროფის მომტანი, მაგრამ ამავდროულად ის რომ შეერთებული შტატები ამ ერთი ვერსიის თანახმად ყოველ შემთხვევაში ოდნავ უკან ჩაიწევს, ოდნავ აღარ იქნება, ოდნავზე მეტად აღარ იქნება ის ქვეყანა, როგორც იყო ის დემოკრატიისა და თავისუფლების გამავრცელებელი მთელ მსოფლიოში, ესეც ფაქტია, ხაზგასმით ვამბობ მთელ მსოფლიოში და არა მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში ჩვენთან შეიძლება სწორედაც რომ პირიქით მოხდეს, თუ ჩვენ, მანე ვიტყვი ორ სიტყვას ამასთან დაკავშირებით, თუ ჩვენ როგორც საზოგადოება შეერთებული შტატების პარტნიორად დავრჩებით, აქედან გამომდინარე, მე ცოტა კარგად არ მესმის გაუთავებელი კრიტიკა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ასე საცერში გაატარებას რა შედეგი
მოაქვს, რამდენად პროდუქტიულია ის რა, ხომ არ არის ესეთ კითხვას დავსვავ პრინციპში რიტორიკულს, კონტრპროდუქტიული ეს ჩვენთვის ხადია, რომელიმე ერთი იუზერის ან 157 იუზერის სტატუსებს არ უყურებს შეერთებული შტატები, მაგრამ ამავდროულად საზოგადოების განწყობები, ბარემ ამასაც ვიტყვი, საერთებულ შტატებში იციან და მე მინდა ხაზგასმით თქვა, რომ მას შეერთებულ შტატებს, ტრამპის შეერთებულ შტატებს პარტნიორად უნდა ეგულებოდეს სწორედ ქართული საზოგადოება, რომელიც შეშანიშნავად ხდება თუნდაც ასეთი მისთვის მიუღებელი ან ბჭყალებში მიუღებელი შეერთებული შტატების როლსა და ფუნქციას თანამედროვე სამყაროში, თუნდაც ესეთი საკამათო უსაფრთხოების დოქტრინის შემქმნელი შეერთებული შტატების ფუნქციასა და როლს ბარემ ვიტყვი ამას, მაგრამ ესეც თავი და ამასაც დავიდავანებოთ, კვლავ ვიკითხოთ ასე, იმარჯვებს თუ არა შეერთებულ შტატებთან ერთად ევროპა შესაძლოებში არ დაგავიწყეთ, რომ აქ სხვა მოთამაშეებიც, მათ შორის აღმოსავლეთიდან იაპონია შეიძლება გამოჩნდეს ასპარეზზე და უთუოდ გამოჩნდება, თუ მოკლედ თუ მივდივართ მესამე მსოფლიო ომამდე, როგორც ასეთი, ვინ არის გამარჯვებული და არის თუ არა აპრიორი ან 100%-ით ჩინეთი პარტნიორი რუსეთისა, თუ იქნება და გამომყენებელია, როგორც აქამდე ჩინეთი რუსეთისა, იმიტომ რომ ისიც თქვენ რომ პრინციპში ამ ომით, აი უკრაინაში ომით, ერთგვარად, მოდი ამ თეორიასაც გავყვეთ, ან ეს თეორიაც ვახსენოთ, ერთგვარად სარგებლობს ჩინეთი, რომელიც ამასობაში ასუსტებს და ასუსტებს რუსეთის ფედერაციას და ისიც შეყვა ამ ამბავში და ვერც გამოდის. ხოდაშორის არსებობს ესეთი თეორიაც, აქვე ვიტყვი, რომ 30 წლამდე ვერც მივა რუსეთის ფედერაცია და რუსეთის ფედერაცია უმალ მანამდე დაიშლება, მას შემდეგ რაც დაიშლება მითი იმის თაობაზე, რომ დაინგრევა მითი იმის თაობაზე, რომ რუსეთი უძლეველი სახელმწიფოა და ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე და უეცრადაც კი ჩამოინგრეს და მოხდეს აქვე ვიტყვი. იბოდიშებთ, ეს თეორიაც არსებობს, აღარ ვლაპარაკობ ხა აკუნინის მიერ გავრცელებულ ერთ საინტერესო თეორიაზე, რომელზეც ალბათ მოსაზრებაზე, რომელზეც ალბათ ცალკე ვიდეო ბლოგის ჩაწერა იქნებოდა უპრიანი და კიდევ ერთი, აი ასე მაგალითად ხადარკოვსკი ამბობს, რომ ომი უკრაინაში დამთავრდება ძალიან მალე, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები ამ შეძლებულ კაცს და ბიზნესმენ პოლიტიკოსსა და რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ერთგვარ ოპოზიციონერს, ხაზგასმით ვამბობ და ყველა სიტყვას მე მგონი ზედმიწევნით ზუსტად ვამბობ და არ ვეთანხმები, რატომ? იმიტომ რომ დამოუკიდებლად იმისა, რაზე შეთანხმდებიან ხარეები ან შეთანხმდებიან თუ არა საერთოდ და გააძევებენ თუ არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დონბასის ტერიტორიიდან და ამის შედეგად გაჩერდება თუ შემდეგ გაჩერდება თუ არა რუსეთის ფედერაცია და დაკმაყოფილდება თუ არა პუტინი, ეს მაინც იქნება დროის, მოდი გომის დროებითი შეწყვეტა ჩემი მოსაზრებით და არა დასრულება. ამას დასრულებას მე პერსონალურად ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ უამრავი უკრაინელი ახალი ბანდერა მეთქი, ასე უწოდებ ხანდახან, გავა ტყეში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ოფიციალური კიევი რასაც ვერც გააკეთებს ზელენსკის მთავრობა, მაგრამ მაინც ოფიციალური კიევი უბრძანებს ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ მათ ცეცხლის შეწყვეტასაკენ მოუწოდებს და იარაღის დაყრისაკენ არა ალბათ, რასაკვირველია ალბათ კი არა ნამდვილად ცეცხლის შეწყვეტას დაავალდებულებს, მეორე არც დაუჯერებს ნებისმიერ ხელისუფალს, ზელენსკისაც კი მეთქი, ეგრა მაგის პასუხია და ზელენსკის რეიტინგი თეორიულად არჩევნები რო ჩატარდეს უკრაინაში, დღეს რო ტარდებოდეს არჩევნები, ზელენსკი სულაც არ არის უშანსო და აქვე ვიტყვი და ისიც საკითხავი იქნება, მას კონკურენტი ვინ ეყოლება, არ მგონია რომ მას მაუპირისპირდეს ის რომელიმე ერთი ან რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელსაც კიდევ თეორიული შანსი აქვს, საჯარო პირი, რომელსაც კიდევ თეორიული შანსი აქვს მომავალ არჩევნებში გამარჯვებისა, მთავარია ზელენსკიმ განაცხადება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. გასწირა თუ არა, ესეც არ ვიტყოდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ანალიზი კეთდება, გასწირა თუ არა შეერთებულმა შტატებმა ცალკე უკრაინა, ცალკე ევროპა და ცალკე ორივე ერთად და საზეიმო აქვს თუ არა რუსეთს ამ პროცესში, მე არ მგონია რომ ესეთი ნაჩქარები დასკვნების გაკეთება იყოს უპრიანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველდღიურად რასაკვირველია მოგდის
სულ უფრო სამწუხარო და გულსატკეცი ინფორმაციები ცალკეულ გადაწყვეტილებებთან და ცალკეული პოლიტიკის შემუშავებასთან შეერთებული შტატების მხრიდან დაკავშირებით მე არ მგონია რომ ეს ასე აპრიორი 100%-ით სათქმელია მე მგონია რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეს შეერთებული შტატები ტრამპის შტატები იტყვის თავის მძიმე სიტყვას კიდევ და ეს მძიმე სიტყვები თუმთლად გულახდილი გარკვეულწილად მას დათქვამი აქვს ყოველ შემთხვევაში ის ითქვენ რომ სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის შედეგად ევროპა პრაქტიკულად თავისუფლდება რუსული ნავთობისა და გაზისაგან ისედაც ძალიან უკიდურესად შემცირებულია დღეში დაახლოებით $1.5 მილიარდს დღეში $1.5 მილიარდს უხდიან დღესაც იხდიდნენ გაცილებით მეც სჯერ დაახლოებით მეც და ურსულა ფონ დერ ლაიენი ყოველ შემთხვევაში ევროკავშირის ლიდერი ამბობს რომ აქ ამაზეც უარს ვიტყვითო თუმცა რასაკვირველი ალტერნატივები ევროპას მოსაძიებელი აქვს და საიდან აქვს მოსაძიებელი თუ არა შეერთებული შტატებიდან პირველ ყოვლისა თუმცა კავკასიის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია რა ამაზე ნუ არ ვილაპარაკებთ ახლა აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი პირველ ყოვლისა და თურქმენული შესაძლოა იქ არის ბევრი ნიუანსი კასპიის აღმოსავლეთ ნაწილიდან კასპიის ზღვის დასავლეთ ნაწილში, ანუ თურქმენეთთან აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების კუთხით და მე სხვაშორის საქართველოსაც ეგრა მაგის პასუხი, აღოთ არაადეკვატური ხელისუფლების პირობებში ეს როგორ განხორციელდება და მოხდება, ვერ გეტყვით, მოკლედ ეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი თემაა. დავუბრუნდეთ ორბანს ორი სიტყვით, ორბანი მართალია მეთქი აქ გითხარით, დიახ, ომი შესაძლოა ყველა სიტყვა ალბათ ზუსტად უნდა ჩამოვაყალიბოს, შესაძლოა მართლაც გარდაუვალია ევროპის კონტინენტსა და რუსეთს შორის გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგრამ ის რაც გარდაუვალია, იმას ვერ აცდები და რეალურად კი ტროას ცხენად წოდებული ევროპაში ორბანი, რომელიც მარცხდება, კიდევ მაღალი ალბათობით მარცხდება 2026 წელს, უნგრეთს სწყვეტს ევროპული სივრციდან და რეალურად აქცევს, თუ ის დარჩა ხელისუფლებაში მით უფრო გადააქცევს, გარდაქმნის რუსეთის მართლა მოკავშირე სახელმწიფოთ იმ გარდაუვალ ომში, თუ ეს თეორია მართალია. ოღონდ მიაღწევს კი რუსეთი 30 წლამდე, ესეც კითხვა და მოახერხებს თუ არა ის გადაიარაღებას, ახალი ტექნოლოგიების შემოტანას, ისე მოძლიერებას 30 წლისათვის, რომ მართლაც შეუტიოს თუნდაც ევროპის აღმოსავლეთ ფლანგს სახმელეთო ოპერაციით. რაც შეეხება ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტებით, ეს ომი პრინციპში, მოდი ვთქვათ ასე, უკვე მიმდინარეობს კიდეც, უბრალოდ ეგ არის, რომ ევროპა არ პასუხობს ჯერჯერობით კონვენციურად, ანუ შეფრენილ დრონებს არ აგდებს, არ ძირავს იმ სურავ საშუალებებს, რომლებიც ჩდება თუ ბალტიის ზღვაში და თუ სხვაგან და მე მგონია რომ ევროპა ამაზე წავა გარკვეული პერიოდის შემდეგ და ტრამპი სულაც ვეღარ ჩაითვლება ამ შემთხვევაში თუ ეს მართლა მოხდა ვეღარ ჩაითვლება მშვიდობის პრეზიდენტად ის იქნება სწორედაც რომ თავარი ომების ჩაღების დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ბარენ ბოდიშვილი და მოვიხსნა მეთქვა რომ 30 წელსზე ლაპარაკობს ორბანი და 28 წელს ის ითქვენ რომ ნოემბრის თვეში ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებია მე ვარაუდობ რომ რესპუბლიკელებს, აი ტრამპის რესპუბლიკელებს, მოდი ასე ვიტყვი, საკმაოდ გაუჭირდებათ თუ ეს პოლიტიკა გააგრძელეს, არ მინდა დავაფიქსირო ისე რომ თითქოს მე დემოკრატებისკენ და მით უფრო კამალა ჰარისის ბაიდენის მხარის დემოკრატებისკენ ვიყო, არ ვითარ შემთხვევაში, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა იქნება და ტრამპის მემკვიდრეც კი, არ გულისხმობ მარკო რუბიოს, სულაც არ იყოს არჩეული პრეზიდენტად ნოემბრის დასაწყისში 2028 წელს, რომელიც 29 წლიდან შევა ოვალურ კაბინეტში. მოკლედ, აი ამ ამბებშია დღეს სამყარო, რომ ვიცოდეთ მაინც, კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა. არა უშავს გადავდოთ შემდეგი სხვა ვიდეო ბლოგისთვის ამ საერთაშორისო კონტექსტზე კიდევ გვექნება დღეს ერთი ვიდეო ბლოგი მინიმუმ. ნახვამდის.